მიზან მიმართული სანქციები და ახალი არჩევნები. ასე ხედავს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ევროპარლამენტი. პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები საქართველოსა და ბელარუსში ეს იყო დებატების მთავარი თემა სტრასბურგში. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორ აშორებს ქართული ოცნება ქვეყანას ევროპას და როგორ მიყავს რუსეთისკენ, ევროპარლამენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დეტალური ანგარიში წარუდგინა ევროკომისარმა, ისაუბრა რეპრესიებზე, აქციის მონაწილეების დევნაზე, წამებაზე და დაუჯელ მოძალადეებზეც. სხდომაზე გამომსვლელების უმრავლესობა იყვნენ ასევე დამკვირვებლები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს უშუალოდ საქართველოში აკვირდებოდნენ. ევროპარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს უფრო მკაცრი ქმედებებისკენ მოუწოდებს. თათია წოწონავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენთ თათია. დავიწყოთ ევროკომისრის განცხადებებით, ვინაიდან ის ამ სხდომაზე წარმოადგენდა აღმასრულებელ რგოლს ევროკავშირის და მან დეტალური ანგარიში ჩააბარა ევროპარლამენტარებს თუ რა ნაბიჯი გადადგა ევროკავშირმა, ევროკავშირის სტრუქტურებმა ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის საპასუხოდ, კერძოდ ის, რომ დახმარებების დიდი ნაწილი ამ დროისთვის არის გაჩერებული, მათ შორის მშვიდობის ფონდიდან 30 მილიონ ევროზე მეტი და ასევე 120 მილიონ ევროზე მეტი, რომელიც მიემართებოდა პირდაპირ ქართული ოცნების ხელისუფლებას და ის, რომ ეს დახმარებები გადამისამართება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ასევე მან ისაუბრა იმაზე, რომ ეს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაატარა 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. ის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ გაითვალისწინონ მათ ეუთოოდირის ძალიან ხისტი რეკომენდაციები, რომელიც დაწერა სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო ანგარიში და მიუხედავად იმისა, თუ როგორ აღიქვამს ამ ანგარიშს ქართული ოცნება და როგორ ცდილობს ის, რომ შეასაღოს ეს ანგარიში ქართულ საზოგადოებას, რეალობა არის ერთი, რომ ეუთოოდირს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი ხისტი ანგარიში ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით ნამდვილად არ დაუწერია, სადაც პირდაპირ და ღიად არის საუბარი დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ფარულობის დარღვევაზე, რაც არის ფუნდამენტური პრინციპი არჩევნების და 30%-ზე მეტში უბნებზე, რომელსაც ისინი აკვირდებოდნენ, იქ პირდაპირ საუბარი იყო ფარულობის დარღვევაზე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არჩევნების დღეს, როდესაც საარჩევნო უბანზე მიდის უცხოური სადამკვირვებლო მისია, იქ წარმომადგენლები სულ ცდილობენ, რომ ძირითად დარღვევები დაიმალოს, თუმცა ამ დამალვის მიუხედავად მათ დააფიქსირეს ასეთი ხისტი დარღვევები და ასახეს საბოლოო ანგარიში, მათ შორის კამერები, რომელიც აღქმადი იყო ისე, რომ თითქოს დიდი ძმა გიყურებს და ამაზე იყო ეუთოოდირის საბოლოო პრესკონფერენციის დროსაც ყურადღება გამახვილებული. შესაბამისად, ევროკომისარი პირდაპირ მოუწოდებს ქართულ ოცნებას, რომ ეს რეკომენდაციები უნდა იქნა საბოლოოდ გათვალისწინებული, ქართული ოცნება უნდა დაჯდეს მის პოლიტიკურ ოპონენტებთან სასაუბროდ და აუცილებლად უნდა განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა, რასაც მოითხოვს ქართული საზოგადოება და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამაზე საუბრობს ევროკომისარი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ როგორც ევროკომისიის და ევროკავშირის ხისტი პოზიცია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ მისი მთავარი გზავნილები. მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს მიიღონ ეუთოს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში, მათ შორის განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდება, რაც საქართველოს საზოგადოებას აქვს. გასულ წელს ევროკავშირმა რიგი ზომები მიიღო, რათა რეაგირება მოეხდინა საქართველოს გაგრძელებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და საქართველოს ოფიციალური პირებისთვის დახმარება შევაჩერეთ. 30 მილიონი ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტით და 120 მილიონ ევროზე მეტი მთავრობისთვის პირდაპირი დახმარებით. ამავდროულად ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის გვერდში დგომას. დეზინფორმაციაზე ჩვენი პასუხი უნდა გავაძლიეროთ. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოუწოდებთ ოფიციალურ პირებს სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ. ძალადობის აქტები უნდა გამოიძიონ და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში. არის თუ არა საკმარისი ის ნაბიჯები, რასაც დგამს ევროკავშირი ქართული ოცნების რუსული პოლიტიკის საპასუხოდ, ევროპარლამენტარები ამ მხრივ არიან უკმაყოფილოები, ვინაიდან არ არის საკმარისი მხოლოდ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოება უკვე 56 დღეა უწყვეტად დგას ქუჩაში და აფიქსირებს საკუთარ პრინციპულ პოზიციას, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ამ ქვეყნის ერთადერთი არჩევანი. ასეთ დროს ევროკავშირი უნდა იყოს უფრო პრინციპული, უფრო პირდაპირი და ხისტი
თავის ქმედებებში ამბობენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ სწორედ ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ გადადგან უფრო მძლავრი ნაბიჯები ქართული ოცნების პოლიტიკის საპასუხოდ, მაგალითად ისეთი როგორც არის პერსონალური სანქციები, ვიცით რომ ეს ვერ ხერხდება ორი ქვეყნის გაჯიუტების და ქართული ოცნების მაშულგოლად მოვლენების გამო, ეს არის უნგრეთი და სლოვაკეთი, თუმცა ევროპარლამენტარები ფიქრობენ, რომ ნამდვილად არის უფრო ხისტად საპასუხო ქართული ოცნების მისამართით, ვინაიდან მაშინ როცა ევროკავშირი ფიქრობს, ჯერ კიდევ ფიქრობს, ასეთ დროს რუსეთი მოქმედებს და არ უნდა დაუთმონ ახლა საქართველოს რუსეთს, ასეთი არის ევროპარლამენტარების ძალიან პირდაპირი და ხისტი გზავნილები და ამ გზავნილებს ისმენდა ევროკომისარი, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს დებატების დროს დარბაზში. ასევე საუბარი იყო არჩევნებთან დაკავშირებით და ძირითადად გამომსვლელები იყვნენ ის ევროპარლამენტარები, ვინც იმყოფებოდნენ საქართველოში არჩევნების დღეს, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი ანტონიო ლოპეს ისტურიზიც გამოვიდა ევროპარლამენტის სხდომაზე და მან ისაუბრა იმ ძალიან მძიმე დარღვევებზე, რომელიც მან თავისი თვალით ნახა რიგ შემთხვევაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე და განგაშის სიგნალი უნდა ჩართოს ევროკავშირმა, ასეთი იყო მისი პოზიცია და ყველა ევროპარლამენტარის, ვინც იმყოფებოდა 26 ოქტომბერს საქართველოში, მათ შორის ნატალი ლუაზო და ასე შემდეგ, სხვა ევროპარლამენტარებიც, ვინც შემდეგ იმყოფებოდნენ, მაგალითად 28 ნოემბრის შემდეგ იმყოფებოდნენ საქართველოში, მათ დეტალურად იციან ყველაფერი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ყველა ითხოვს ერთი და იმავეს, რომ პერსონალური სანქციები და ახალი არჩევნების მკაფიოდ მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან იქნება ერთგვარი კომპრომისული გამოსავალი. დღეს გარეთ ცივა, წარმოიდგინეთ, გადიხართ გარეთ და იქ 6 საათის განმავლობაში დგახართ. სიცივისგან კანკალებ და გეშინია, რომ შესაძლოა პოლიციამ გცემოს უმიზეზოდ. სახლში დივანზე ოჯახთან ერთად ჯდომა ბევრად უკეთესია, მაგრამ მაინც ქუჩაში რჩები. ხვალ ისევ მიდიხარ, ისე როგორც ამას ბოლო 55 დღის განმავლობაში აკეთებ. რადგან გსურს შენი ქვეყანა დიქტატურა არ გახდეს, რადგან გსურს შენს ქვეყანაში დემოკრატია და თავისუფლება იყოს, რადგან გსურს შენი ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდეს. რას იგრძნობ თუ იგივე კავშირი რამდენიმე თვიანი დებატების შემდეგ გადაწყვეტს, რომ შეიძლება, მხოლოდ შეიძლება, ოდნავ გაურთულონ რეპრესიული რეჟიმის ჩინოვნიკებს თვითმფრინავით მგზავრობა. ევროკომისია, რას ელოდებით? საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. თბილისში გამგზავრება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა და მსურველთა კოალიციით რეალური სანქციების ამოქმედება. მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტი აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ კრემლის ოცნების, რუსეთის ოცნების პარტიას ეძახიან. მაშინ როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში. პირველი, ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი. მეორე, ქართული ოცნება და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გახარია სასტიკად ცემეს. თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს. მათ შორისაა მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი სამართლიანი არჩევნები ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. ყველაფერი ნათელია. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ხალხს, ვინც არჩევნები მოიპარა, ეს გაუვიდეთ. ეს განგაშის ზარია, ბატონებო. დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი აკონტროლებს, მიიღო რეპრესიული კანონები და გარდა ამისა, აქტივისტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაპატიმრება ოპოზიციური ხმების ჩახშობას ემსახურება. ინციდენტები, რომელთა დროსაც სამიზნე ოპოზიციის ლიდერები გახდნენ, სრულიად მიუღებელია. ჩვენ უნდა დავდგეთ ქართველი ხალხის გვერდით და მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ისევე როგორც ახალი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნა. ჩვენ ვერ დავტოვებთ ქართველ ხალხს პუტინის ამარა და მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ხალხს, ვინც ქუჩაში იბრძვის. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც უარესდება ჩვენს სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს. ერთი თვის წინ საქართველოში ვიყავი და უნდა ვთქვა, რომ იქ ბოლო არჩევნები მოიპარეს. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი პრეზიდენტი ზურაბიშვილია. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ ახლა ჩვენ მოქმედება გვჭირდება. პირველ რიგში ივანიშვილი და ქართული ოცნების ოფიციალური პირები უნდა დასანქცირდნენ. მათ შორის აქტივების გაყინვით. მოქმედება გვჭირდება, საუბარი უნდა დავასრულოთ.
მე ხალხის წინააღმდეგ ძალადობას მკაცრად ვგმობ. კომისიასა და საბჭოს ვთხოვ, რომ თავიანთი საქმე შეასრულონ. თქვენ ქართველ ხალხს მხარი უნდა დაუჭიროთ. საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენის გვჭირდება. საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარია, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია. არჩევნები მოპარულ იქნა და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმურები. ხალხი 55 დღის მანძილზე დაჟინებულია. მათ წინააღმდეგ ბრუტალური რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმებია, თვითნებური დაკავებებია, ძალადობაა და ევროკავშირის საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება. ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს ზომები, მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა. ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებენ. ევროპის ჯერად და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი, ევროპა 1-0. თამაში ჯერ არ დასრულებულა. მოდით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ წავაგოთ. ჩვენ ვიყავით ქუჩებში, ბევრი ჩვენგანი ჩავედით თბილისში. ჩვენ რეალურად თქვენს სამუშაოს ვასრულებდით, მაშინ, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ აქ იყავით. და ჩვენ დავდიოდით იმ ხალხთან ერთად სიმღამეებში, ასობით ათას ადამიანთან. და ისინი თავიანთი და თავისი შვილიშვილების მომავლისთვის მიდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ევროპული მომავალი სურთ. ქართველების დემოკრატიული მომავლის შესახებ ოცნება თანხვედრაშია ევროპულ ოცნებასთან. და ეს არის საქართველოს ნამდვილი ოცნება. მაგრამ პარტია, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის, თავისი ძალაუფლების სრულ ძალას იყენებს, რათა გაასამართლოს ჟურნალისტები, თავს დაესხაც მშვიდობიან დემონსტრანტებს და ოპოზიციის წევრებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ სასტიკად დაეცხრნენ თავს. ასე რომ ვკითხულობ, ირაკლი კობახიძევ და მიხეილ ყაველაშვილო, გეკითხებით, სადამდე ხართ მზად ესკალაციისთვის. თქვენს ხალხს მხოლოდ ერთი რამ სურს, არჩევნების ხელახლა ჩატარება დემოკრატიულ პირობებში. და ეს უნდა მისცეთ მათ. ეს არის უფლება, რომლისთვისაც იბრძვიან და არ უნდათ რომ აწამონ. ნახეთ ხალხი, რომელიც აწამეს საქართველოში. მათ აქვთ უსაფრთხოდ ყოფნის უფლება, ხოლო თუ არა, მაშინ მსურველთა კოალიციაზე უნდა ვიმუშაოთ, რომელიც მიზნობრივ სანქციებზე იმუშავებს, მათ შორის თქვენს წინააღმდეგ. ვითარება საქართველოში სწრაფად უარესდება. ქართველ ხალხს ევროპული მომავალი სურს, მაგრამ მათი მთავრობა ძალადობით, რეპრესიებითა და ტყუილებით პასუხობს. ქართული კოშმარის პარტიამ თავისი ყველა ვალდებულება მიატოვა. ისინი აჩუმებენ ოპოზიციას, ავიწროვებენ ჟურნალისტებს და სასტიკ ძალას იყენებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რეჟიმი აბუჩადიგდებს დემოკრატიას. პრინციპების უკან იმალებიან მაშინ, როდესაც მათ ყველა ქმედებით თელავენ. მათი პროპაგანდა პირდაპირ კრემლის სახელმძღვანელოდან არის. ისინი საკუთარ თავს სტაბილურობის დამცველებად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ქაოსს თესავენ და საკუთარ მოქალაქეებს იღებენ სამიზნეში. თუ არაფერს არ ვიზამთ, ქართველ ხალხს მივატოვებთ იმ მთავრობასთან, რომელსაც დემოკრატიის ეშინია. ევროკავშირმა უნდა გააჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი და სანქციები დაუწესოს მათ, ვინც ხელს უწყობს ამ რეპრესიებს. ქართველი ხალხი არ უნდა იქნას მათ წყალობაზე მიტოვებული, ვისაც ევროპული გზა ეზიზღება. ამ დებატების შემდეგ ევროპარლამენტში უკვე იგეგმება საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ საგანგებო რეზოლუციის მიღება. ამ რეზოლუციას კენც უყრიან ევროპელი დეპუტატები უკვე თებერვლის თვეში, თებერვლის სესიაზე. სტანდარტულად როგორც არის პროცედურა, მანამდე დიდი პოლიტიკური ჯგუფები წარადგენენ საკუთარ რეზოლუციის პროექტებს და საბოლოოდ შეჯერდებიან ერთობლივ ტექსტზე, რომელსაც უკვე თებერვლის თვეში ეყრება კენჭი. ჩვენ ვიცით, რომ წინა რეზოლუცია ევროპარლამენტმა მიიღო ნოემბრის თვეში, სადაც მართლაც ძალიან მძიმე გზავნილები ჩაიწერა ქართული ოცნებისთვის, გაყალბებული არჩევნები, პირდაპირ ასე იყო 26 ოქტომბრის რუსული სპეცოპერაცია მოხსენებული ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ახალი არჩევნების მოთხოვნა და იქ იყო საუბარი კიდევ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე და ასევე უკვე სახელობითად ჩაიწერა იმ რეზოლუციაში ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირების მოთხოვნა და არსებობს მოლოდინი, რომ მომდევნო რეზოლუცია, რომელსაც თებერვლის თვეში მიიღებენ, კიდევ უფრო ხისტი იქნება.